გამარჯობა, ვაგრძელებთ ჩვენი ინტერვიუების სერიას. ამჯერად თეონა აკუბარდია არის ჩვენთან ერთად. თეონა, დიდი მადლობა შენი დროისთვის. ყველაზე მთავარი, რაზეც გვინდა შენთან საუბარი, ცხადია, აი ამ ინიციატივაზე, საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც დარეგისტრირდა კიდევაც უკვე და საკმაოდ მძიმე რამ შეიძლება ვიხილოთ. ამის დამტკიცების შემთხვევაში, ხო, ყოველ შემთხვევაში რო დამტკიცდება, ხო და მოდი ავხსნათ რა არის ეს, რა ცვლილებებზე არის საუბარი და მე მივყვეთ როგორ შეიძლება აისახოს ეს რიგით მოქალაქეზე. კი ბატონო, მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი, როდესაც პირველად მოხდა ინიციირება რუსული კანონის და რუსული კანონი დავარქვით ამას იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი მაშინ იწყებდა და ეხლა აგრძელებს გრანტების კანონში ცვლილებით, აბსოლუტურად არის რუსული და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას, არამედ ზოგადად მოქალაქეებს ეხებათ და მოქალაქეობას აუქმებს. შესაბამისად, ის რაც პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთში 2012 წელს დაიწყო და 2022-ში დასრულდა, 10 წელი დაჭირდა, ხო, მთლიანად ფუნდამენტური უფლებების შეცვლას რუსეთში. ამას ივანიშვილის რეჟიმი სულ რაღაცა 2 წლის ვადაში ასრულებს, კიდევ უფრო მძიმედ ვიდრე ეს რუსეთშია და რამოდენიმე კანონით, არა მხოლოდ გრანტების შესახებ კანონით, თუ 2023-ში ჩვენ შევძელით და ივანიშვილის რეჟიმს უკან გავატანინეთ უცხო გავლენის რუსული კანონი მოკლედ აგენტების შესახებ, 2024-ში მათ მიიღეს ერთის მხრივ ეს კანონი, შემდგომ მიიღეს თითქოს ამერიკული ფარა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება რეალურად ფარასგან მიზნიდან გამომდინარე და შემდგომ უკვე გრანტების კანონი, რასაც ჯერ კიდევ 2023-ში ვთავაზობდით ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს, თუ მათ მართლა გამჭვირვალობა ჰქონდათ მიზნად და არა სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი. რაც შეეხება თავად ინიციატივას და ცვლილებებს. დღეს ჩვენ გვაქვს 3 ჩამკეტი მექანიზმი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ეს არის უცხო გავლენის მქონე ინტერესების რუსული კანონი 1, მეორე არის ფარა და მესამე არის გრანტების შესახებ კანონი. ანუ ნებისმიერი გრანტი, რომელიც უნდა გადაეცეს რომელიმე ტიპის ორგანიზაციას საჭიროებს თანხმობას მთავრობის მხრიდან, ერთპარტიული რეჟიმის მხრიდან. თუმცა ის ინიციატივა, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტის ვებგვერდზე ბიუროს მიერ, არის სრულიად მოქალაქეობის გაუქმება და რატომ? თუ აქამდე რუსული ტიპის კანონები, რაც ჩამოთვალა 3 ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ეს უკვე ეხება მათ შორის სამეწარმოო საქმიანობას, შეპესეებს და მათ შორის საგანმანათლებლო სექტორს და აი დავიწყოთ ვის როგორ ეხება ეს კანონი, ხო? მათ შორის აუქმებს ფაქტობრივად პარტიულ ცხოვრებას და ზოგადად პოლიტიკას. პირველი, თუ საუბრობთ, დავიწყოთ შეპესეებზე, რაზეც აქამდე მოდი ჯერ პოლიტიკით დავიწყოთ, როგორ უქმდება პოლიტიკა. მაგალითად, თქვენ მუშაობთ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის ნებართვა გაცემულია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, გაერო ან იგივე ევროკავშირი ან რომელიმე საელჩო. სადაც 20%-იანი წილი მაინც არის უცხოური, ასე რომ ვთქვათ, თანხის, ამ სახელმწიფო თანხის. ამ ადამიანებს 8 წლის მანძილზე ეგზალებათ პარტიის წევრობა, არ ვსაუბრობ საარჩევნო მიზანზე, უბრალოდ პარტიის წევრობაც კი. და ეს პირველ რიგში პარტიულ ცხოვრებას ზღუდავს. მეორე, როდესაც საუბრობთ ზოგადად საჯარო აქტივობაზე, არ ვსაუბრობ პარტიულობაზე. თუ აქამდე გაცხადებული საარჩევნო მიზანის მქონე სუბიექტი შეიძლება ყოფილიყო, ანუ როდესაც არჩევნებში კანდიდატად რეგისტრირდები, ამ შემთხვევაში გააქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი, ხო? ცვლილება შედის კანონში და კვალიფიცირება მათ შორის ამ ტერმინის ხდება შემდეგნაირად. მე და თქვენ მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვარ პარტიის წევრი და არც თქვენ ხართ პარტიის წევრი და არც არჩევნებში კანდიდატად ამ ეტაპზე არ აპირებთ მონაწილეობას, ისინი შეგვარცხავენ როგორც პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტებად, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეკუთვნით არც ერთ პარტიას და არ ვაპირებთ პარტიულ ცხოვრებას. ეს კვალიფიკაცია მათ აძლევთ იმის საშუალებას, რომ მათივე სასამართლოს გარეშე
გამოითხოვონ არა მხოლოდ ჩვენი საბანკო პერსონალური მონაცემები, არამედ მათ შორის ჩვენი პერსონალური იმ ტიპის დაცული ინფორმაცია, რომელიც მათ შორის ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება და ამით მოახდინონ ჩვენი დაშინება იმისთვის, რომ პოლიტიკური აზრი, იქნება ეს განათლებაზე, იქნება ეს ჯანდაცვაზე, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ნებისმიერ მიმართულებაზე აღარ გამოვხატოთ, ან თუ გამოვხატოთ ამ შემთხვევაში დაგვსაჯონ ძალიან მკაცრი ზომებით. მათ შორის თქვენ ალბათ გახსოვთ ქვეყნის გარეთ ლობისტური საქმიანობა, მაგალითად, მე რაც მახსენდება ბოლო პერიოდში ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ლობისტური კონტრაქტები დადებული სხვადასხვა ორგანიზაციებთან დასავლეთში, ესეც ხდება კრიმინალი და იმ შემთხვევაში თუ მთავრობისგან არ აქვს ნებართვა პარტიას, რომ დაიქირავოს ლობისტები, ამ შემთხვევაში ეს არის დასჯადი. და ზოგადად ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ რიგში არის 3 პარტია, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, რომ გაუქმდეს, ეს არა მხოლოდ მოქმედ პარტიებს შეეხება, არამედ მომავალ პარტიებსაც, რომლებიც ან ეხლა ჩამოყალიბდნენ, ან მომავალში უნდა ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ პარტია არ არსებობს ადამიანების გარეშე. და თუ ის აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ეხლა ან ჩანან ან აპირებენ მომავალში, რომ იყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები, მათ აეგრძალებათ პარტიული კუთვნილება, იმით რომ 8 წლიანი, ასე ვთქვათ, შეზღუდვა ვრცელდება მათზე, ეს ქმნის იმის საშიშროებას, რომ მხოლოდ ერთი პარტია ან ამ პარტიასთან ასოცირებული პირები იყვნენ პოლიტიკაში და პოლიტიკა იყოს მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმისთვის და არა საქართველოსთვის. ამიტომ ამ კანონით როგორც ესეთი არ მხოლოდ პარტიული ცხოვრება და პოლიტიკური ცხოვრება იზღუდება, არამედ ზოგადად პოლიტიკა იზღუდება ქვეყანაში, რაც აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. გადავიდეთ ახლა შემდგომ უკვე გადავიდეთ შეპასაზე. გადავიდეთ შეპასაზე. მეწარმეებზე. ჩვენ გითხრათ, რომ დიდ მეწარმეებსო ეს არ ეხებათო, თუმცა ეხებათ შეპასებს. ათასობით შეპასი არის საქართველოში დარეგისტრირებული, არის მსხვილი ბიზნესი, არის საშუალო და არის მათ შორის მცირე ბიზნესი. ახლა გამახსენდა შატილში, ხევსურეთში არის ძალიან ლამაზი კაფე, თან ამ შატილის კომპლექსში, სადაც Wi-Fi-ის ინტერნეტის სახელი არის აფხაზეთი საქართველო. და ამ კანონით, ინიციატივით, ამ ტიპის გამოხატვა აზრის არის კრიმინალიზებული და თუ მეწარმე გამოხატავს თავისი საქმის მიღმა რაიმე ტიპის აზრს, ის ჯარიმდება ერთჯერადად 20,000 ლარით, შემდგომ უკვე 40,000 ლარით და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მეწარმეებისთვის აზრის გამოხატვის უფლება სრულდება ამ კანონით, თუ მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 20,000 და 40,000 ლარი გადაიხადოს და არ ვლაპარაკობ ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნაზე, ელემენტარულად ის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ეს ესეა და საერთაშორისოდ არის აღიარებული, არ მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით, აი ამ აზრის გამოხატვის შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილის რეჟიმი გადაწყვეტს, მათ შეუძლიათ რომ დასაჯონ ამ ტიპის ჯარიმით. მათ შორის ის მეწარმეები, რომლებიც გარკვეულწილად მხარს უჭერენ ან კრიტიკულ მედიას, ან ფიზიკურ პირებს მათ შორის, ესეც არის კრიმინალიზებული და ფაქტობრივად ის, რომ ბიზნესმა დააფინანსოს ან პოლიტიკური პარტია, ან მათ შორის ან მედია, ან მათ შორის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად სოციალური მიმართულებით არის, თუმცა არის კრიტიკული რეჟიმის მიმართ, თუნდაც სოციალურ საკითხებზე, ის უკვე ვეღარ შეძლებს ამ ყველაფერს გამომდინარე ამ შეზღუდვებიდან. მოდით გადავიდეთ ახლა ახალგაზრდებზე და მათ შორის აკადემიურ სექტორზე. მე გახლავართ უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, არ გახლავართ პარტიული, ჩემ მაგალითს გეტყვით და სადმე რომ წავიდე კონფერენციაზე და ვისაუბრო საქართველოზე. დავწერო სტატია ოკუპაციის პირობებში საქართველოს უსაფრთხოების ვითარებაზე, რაც ჩემი პროფესიის ნაწილი არის, ან რუსეთის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება და საქართველოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეს საფრთხე 2016 წლიდან აღიარებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვადა ამ დოკუმენტების გასული, ეს იქნება
საბაბი რეჟიმისთვის, რომ მე 6 წელით ჩამსვან ციხეში და მიუხედავად იმისა, მე ავიღებ ამაში ანაზღაურებას თუ არ ავიღებ. სულ რომ უსასყიდლოდ დავწერო ამ ტიპის სტატია და გამოვაქვეყნო, ეს უკვე არის საბაბი მათთვის, რომ 6 წელით გამეშვან ციხეში. თუ აქტიური მოქალაქე მიდის საზღვარგარეთ და გადის რაიმე ტიპის კურსს, სპეციალიზებულ კურსს, იქნება ეს კომუნიკაცია, იქნება ეს მათ შორის კიბერუსაფრთხოება, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ან ნებისმიერი სპეციალიზებული საკითხი და გამოთქვამ საჯაროდ აზრს. არ არის აუცილებელი ტროტუარზე დგომა, სადაც ხალხს იჭერენ აზრის გამოხატვის გამო, არამედ მათ შორის Facebook-ზე და ჩვენ ხედავთ, რომ Facebook-ზე აზრის გამოხატვის გამო ადამიანებს აჯერებენ და ციხეში უშვებენ. ეს უკვე არის საფუძველი იმისა, რომ ისინი გაუშვან 6 წელით ციხეში, იმიტომ რომ მათ არ ექნება თავრობის ნებართვა ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ახალგაზრდები, დარგის პროფესიონალები, აკადემიური სექტორი ამ არეალში ხვდება. და საბოლოოში ეს კანონი არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ სფეროს წარმომადგენლებს ან კონკრეტული პოლიტიკური ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ეს კანონი ეხება ყველას. აი დღეს არის ყადაღებული ილუზია შექმნილი, რომ კობახიძის რეჟიმს შეუძლია ფასების დაწევა იმ გზით, რომ სუსი შედის მაღაზიებში და ეუბნება, რომ ფასი დაწევა, ხო? თუ ნებისმიერი მოქალაქე იტყვის, რომ საქართველოში პროდუქტებზე ფასები გაძვირდა და ამ მოქალაქეს უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვა მისი ოჯახის წევრისგან საზღვარგარეთ, რომელიცაც აქვს მოქალაქეობა ამ ქვეყნის მიღებული. ამ შემთხვევაში მას აქვს საშიშროება, რომ 6 წელით გაუშვან ციხეში. ელემენტარულად თუ მოქალაქე მიიღებს თუნდაც 100 ევროს თავის საბანკო ანგარიშზე საზღვარგარეთიდან თავისი ოჯახის წევრის მხრიდან ან მეგობრის მხრიდან ჩაურიცხა მაგალითად რაღაცა თანხა 100 euро. ამ 100 ევროთი იყიდა მობილური ინტერნეტი. და ამ მობილური ინტერნეტის მეშვეობით დაპოსტა საკუთარი აზრი. ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხზე, არ ვლაპარაკობ მხოლოდ იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა წავიდეს, ეს არის საფუძველი, რომ ის დააკავონ და 6 წელით გაუშვან ციხეში. ამიტომ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ემიგრანტებს ჩამოართვეს ხმის უფლება, ეხლა უკვე ემიგრანტებს ართმევენ იმის უფლებას, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს დაეხმარონ იმ შემთხვევაში, თუ ეს ოჯახის წევრები არიან მოქალაქეები. არ ვლაპარაკობ პოლიტიკურად აქტიურობ მოქალაქეები და გამოხატავენ აზრს. შესაბამისად, ამ კანონით ზოგადად არა მხოლოდ პოლიტიკა სრულდება, დემოკრატია რო დასრულებულია, მე მგონი ყველა ვთანხმდებით ამაზე, არამედ მათ შორის მოქალაქეობა სრულდება, ყოველ შემთხვევაში განაცხადი ამისი ესეთი არის და ყველაზე საინტერესო რაც რამე არის, ზოგადად კანონს არ აქვს ხოლმე უკუძალა. და კანონი ამოქმედება მაშინ, როდესაც კანონი არის ხელმოწერილი და დასრულებულია ეს პროცედურები. ამ კანონის ინიციატივის თანახმად ამ კანონს ენიჭება უკუძალა და მათ შორის ის გრანტი, რომელიც მიღებულია და გრანტის დეფინიციაც იცვლება ამ შემთხვევაში გრანტი აღარ არის ის, რომ მაინც საერთაშორისო ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციას რაღაცა გრანტს ხელშეკრულების თანახმად აძლევს. გრანტი შეიძლება გახდეს შენი ოჯახის წევრის მხრიდან ჩარიცხული თანხა, თუ ის საზღვარგარეთ არის და შენ ხმას იღებ რაიმე პოლიტიკურ საკითხზე, ამ შემთხვევაში ეს უკვე არის სასჯელის ნორმის დაწესების შესაძლებლობა მათთვის. ანუ თუ პირობითად ბოდიში გაგაწყვეტინე, მაგალითად პენსიონერმა, რომელსაც აქვს 300 რაღაცა ლარი პენსია, თქვა რომ მე მინდა პენსიის მომატება, იმიტომ რომ ვიმსახურებ პენსიის მომატებას. ან პენსიონერმა თქვა რომ Liberty ბანკი უმოწყალოდ მას ძარცვავს, იმიტომ რომ ოვერდრაფტთან დაკავშირებით არის მაქინაციური სქემა, ან იგივე პროცენტი საბანკო 35% არის. ისიც ხდება ამ კანონის ესე იგი ქვეშ და შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუ ოჯახის წევრი, რომელიც არის საზღვარგარეთ, მას თანხას ურიცხავს და ის ამ თანხით ან Facebook-ზე წერს რამეს, ან კომენტარს აძლევს რომელიმე კრიტიკულ მედიას, სალამ ის კრიტიკული მედია არის, იმიტომ რომ ამ კანონის მიღების შემდგომ მე ვფიქრობ, რომ კრიტიკულ მედიებსაც სერიოზული პრობლემები წინაშე დადგებიან და მე ვფიქრობ, რომ კრიტიკული მედიებიც ძალიან მალე გაქრებიან იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამ კანონის სრულიად პრაქტიკაში დანერგვა. შესაბამისად, ეხება პენსიონერს, ეხება სტუდენტს, ეხება
მათ შორის ნებისმიერ მოქალაქეს ეხება მეწარმეს, ეხება პოლიტიკურ პარტიებს, არაპოლიტიკურ პირებს, ყველას, ვისაც აქვს პოლიტიკური აზრი და ეს აბსოლუტურად არის გამეორება რუსეთში არსებული კანონმდებლობის, რაც 2012 წელს დაიწყო, იმიტომ რომ მთავარი მოტივი დასჯის რუსეთშიც არის პოლიტიკური აზრის და პოლიტიკური აზრის გამოხატვის შეზღუდვა და არა მხოლოდ დასავლური ფონდების მხრიდან გრანტების ჩარიცხვა. თეორ ამის საბოლოო მიზანი რა არის? სიმართლე გითხრათ, რომ დავფიქრეთ ახლა, რომ აი რატომ აკეთებენ ამას, ხო, ისედაც არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ფაქტობრივად გაუქმებული იყო, ძალიან ბევრი კვლევითი ორგანიზაციაც ფაქტობრივად გაჩერებულია, იმიტომ რომ გრანტები არის კრიმინალიზებული ამ სამი კანონით და თითქოს არც ისეთი შემაწუხებელია ის წინააღმდეგობა და პროტესტი ივანიშვილის რეჟიმისთვის, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ მიზანი იმისა, რომ დააშინოს საზოგადოება ან დასაჯონ ვინც არ დაშინდა. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა პირველადი ეფექტი ამას ამ ტიპის ექნება. ამის მიზანი მე ვფიქრობ კიდევ უფრო შორს მიმავალია და ეს არ უკავშირდება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს, არამედ კრემლის ამოცანებს და ინტერესებს, რომელსაც ის გეგმაზომიერად ავითარებს საქართველოში. თუ აქამდე კრემლისთვის არ იყო პრობლემა მისი ინტერესების დე-ფაქტო შესრულება, იმით რომ საქართველოს ფაქტობრივად უორი თქვა ევროკავშირის ნატოში სulis კონსტიტუციურ განაცხადზე, იმით რომ ირაკლი გობახიძემ გამოაცხადა შეჩერება სტრატეგიული პარტნიორობა მოშალა დასავლეთთან, დასავლეთი გამოაცხადა მტრად და მათ შორის რეგიონშიც ის ლიდერობა, რომელიც საქართველოს ჰქონდა, აბსოლუტურად გააუფასურა და ადგილი, რაც გეოპოლიტიკურად საქართველოს ჰქონდა, ესეც დააკარგვინა ქვეყანას და ამით რუსეთის ინტერესები განავითარა, ისე როგორც დემოკრატია ავტორიტარიზმად გარდაქმნა. რუსეთის მიზანი არის მოასწროს სალამ უკრაინაში, გაირკვევა რუსეთის, ასე რომ ვთქვათ, შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არც სტრატეგიული წინსვლა აქვს მას და არც მათ შორის ტაქტიკური, რომ საქართველოში გააფორმოს ის წარმატება, რომელიც მას უკვე აქვს და მე ამას ვამბობ რატომ? თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად საქართველოს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც სოხუმი რუსეთის სამხედრო მონაწილეობის შედეგად დაეცა და როდესაც საქართველოში იყო ის მძიმე ვითარება, რაც უკავშირდებოდა მათ შორის დსთ-ში საქართველოს ძალით შეთრევას და რაც უკავშირდებოდა მათ შორის რუსეთის მხრიდან ნაკარნახევი პირების ძალოვან სტრუქტურებში მინისტრებად დანიშნვას. და ფაქტობრივად საქართველოს წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, მოქმედებების გამარჯვებას ვითარება შეიცვალა იმ პერიოდში, მათ შორის ედუარდ შევარდნაძის პირობებში, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ დასავლეთისკენ გააკეთა, ასე ვთქვათ, აქცენტი, შეიტანა განაცხადი ევროსაბჭოში, გამოაცხადა ნატოს წევრობა, როგორც ამოცანა 2002 წლის პრაღის სამიძეს განცხადება ყოველას გვახსოვს და ვექტორი შეატრიალა დასავლეთისკენ შემდეგ, რაც ყველაფერი, როდესაც დაუთმო რუსეთს, რუსეთმა მაინც არ გააჩერა თავის მოქმედებები და ტერაქტიც კი მოუწყო ედუარდ შევარდნაძეს, სხვათა შორის არაერთი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა გააანალიზა ყველა ის შეცდომა, რომელიც საქართველოში დაუშვა 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე და ყველა ამ შეცდომის გამოსწორებას ის აეხლა დაჩქარებული პროცესის გზით ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცდილობს, იმით რომ ჩაკლას აკადემიური თავისუფლება, მათ შორის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების საჯარო აქტივობა, მათ შორის იმ სამოქალაქო სექტორის, რომელიც ამ 30 წლის მანძილზე დასავლური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო ქვეყანაში. იმ დემოკრატიის 30 წლიანი ტრადიცია, რომელიც საქართველოს ავად თუ კარგად მაინც ჰქონდა და მათ შორის იმ თავისუფლების ჟინის, რომელიც ქართველებს ყოველთვის გვახასიათებდა, თუმცა მიზანმიმართულად რუსეთი ამას ისტორიულად ყოველთვის კლავდა და ცდილობდა რომ ჩაეკლა ეს თვითონ ქართული სული. აი მან მინდა კითხო ხო რომ საბოლოო ჯამში თუ კი ეს კანონები ამოქმედდა ამოქმედება აუცილებლად და თუ ამოქმედდა აი თითოეულ მოქალაქეზე როგორ აისახება? ანუ კი თქვით რაღაცეები, მაგრამ აი ვისე რა დავხუნძლოთ. თუ
თუ ვინმეს გონია რომ ამ კანონის ამოქმედების და მათ შორის შედეგის შემთხვევაში აქ სრულდება ყველაფერი ძალიან ცდება, იმიტომ რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმზე და არის რუსეთზე, აქ საუბარია იმაზე, რომ მოქალაქე, რომელსაც უსამართლოდ დაჩაგრავენ რეჟიმის წარმოადგენლები, ან მოქალაქე, რომელსაც აქვს სოციალური პრობლემა, ის ვერც ხმას ვერ ამოიღებს და ვერც ხმას ვერ მიაწვენს კრიტიკული დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით საზოგადოებას. ანუ მისი ხმა იკარგება. მისი ხმა იკარგება, მისი გამოხატვის უფლება იკარგება და სრულიად უუფლებო ხდება. არ ვიცი, მე და შენ საბჭოთა კავშირში ვართ დაბადებულები და დაახლოებით გვახსოვს, რას ნიშნავდა საბჭოთა რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ უკეთესი საბჭოთა კავშირი იყო დასუსტებულ პირობებში, ვიდრე ეს იყო საწყის პერიოდში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დაახლოებით იმ უუფლებობას და თავისუფლების დაკარგვას უტოლდება, რომელიც საბჭოთა პერიოდში, დასაწყის პერიოდში საქართველოს ჰქონდა, როდესაც განსხვავებულად მოაზროვნე პირებს სჯიდნენ, აგენტებად აცხადებდნენ და ეს აგენტებად გამოცხადება ძალიან მკაფიოდ ჩანს, მათ შორის ვერბალურადაც დღეს რეჟიმის მხრიდან ქვეყნის მტრებად ან იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული აზრი, უბრალოდ აძევებდნენ ქვეყნიდან და საწყის პერიოდზე და აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ წასულიყვნენ და ყოფილიყო ერთპარტიული მმართველობა, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის მახასიათებელი იყო. ამიტომ რასაც ახალს ვადევნებ, თალსო თუ არ გინდა წადით. თუ არ გინდა წადით, თუ არა და ყველანი ციხეში, ვინც გაბედავს ხმის ამოღებას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აქ ივანიშვილი არის მხოლოდ გამტარი კრემლის ინტერესების შესრულების და ეს არის მხოლოდ ერთი გეგმის ნაწილი. ეხლა რომ გადავიდეთ უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების განზომილებაზე ამ კუთხით, ხომ? ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობების მთავარი მტერი არის რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთს აქვს 22%-ზე მეტი ოკუპირებული ქვეყნის და ახორციელებს ამ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს და ეს ჩვენ ჯერ კიდევ პარლამენტის რეზოლუციით 21-ში დაფიქსირებული ქონდა, მათ შორის ქართული ოსნების პირობებში. რუსეთის ინტერესი, რაც მათივე დოკუმენტებით არის გაცხადებული, იყო, რომ მისი გავლენა ყოფილიყო მის სამეზობლოში და სუვერენული არჩევანი მოესპო ქვეყნებისთვის მის მეზობლად და ჩვენი სუვერენული არჩევანი იყო გვეცხოვრა დემოკრატიულად და ნატოსა და ევროკავშირის წევრები გამხდარიყავით, ამიტომ ეს ინტერესი სუვერენული არჩევნის კუთხით შეცვლილია ამ სიტუაციაში, მაგრამ ყოველთვის გვაქვს ხოლმე კამათი, აი რაში ჭირდება ახლა რუსეთს გაფორმება, როდესაც ისედაც აქ ყველაფერი რის მიღწევას მას შეეძლო საქართველოში, ხო? მე ვფიქრობ, რომ იმ შეცდომებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთმა საქართველოში დაუშვა, როდესაც სიტუაცია შეიძლება და სწრაფად შეცვლილი იყო და ამ სიტუაციის ცვლილებათა მათ შორის საერთაშორისო ფაქტორებზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მას ჭირდება გამარჯვება, მაშინ როდესაც უკრაინის გამარჯვება არ აქვს საქართველოში. და ეს საქართველო არ არის მხოლოდ ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, საქართველო არის სამხრეთ კავკასიის გული, როგორც ამას ასე მიიჩნევდა რუსეთი და სამხრეთ კავკასიაში, როდესაც რუსეთის გავლენები შესუსტებულია მკვეთრად, მას შემდეგ რაც ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტი დასრულდა და ტრამპის მშვიდობა დამყარდა რეგიონში, რუსეთს შეუძლია საქართველოში გამარჯვების გაფორმებით და სხვა ეკონომიკური ინიციატივებით დაბრუნდეს სამხრეთ კავკასიაში და გავლენა იქონიოს სამხრეთ კავკასიაზე იმგვარად რისი შესაძლებლობაც მას აქამდე არ ექნებოდა მათ შორის ჩვენს სამეზობლოში აღარ ლაპარაკობ სომხეთში არის ისე ხო? სომხეთში არის გვიმრის ბაზა, რა თქმა უნდა, მესაზღვრეებიც არიან, გიუმრიც არის და არიან მათ შორის ადგილზე მეხუთე კოლონა, რომელსაც შეუძლია სიტუაციის სურს ყოველ შემთხვევაში. ხა თუ მოლდოვაში დასავლეთმა და სანდუს ლიდერობით შეძლო ის, რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა რეფერენდუმით, სამხრეთში ისეთ რომ არჩევნები ტარდება გაისად და იქ დესტაბილიზაციის შესაძლებლობები რუსეთს ამ კუთხით აქვს, მათ შორის სამწუხაროდ საქართველოს გავლით, თუ ჩვენ გვახსოვს, მათ შორის ის რაღაცა ტარიფების კონფლიქტი, რომლის შესახებ პაშინიანმა და არა პრეზიდენტმა ალიევმა ღიად ისაუბრა მათ შორის მედიასთან. შესაბამისად, სამხრეთ კავკასია, როდესაც რუსეთისთვის ყოველთვის იყო მისი პირდაპირი ინტერესის და გავლენის სფერო, რა თქმა უნდა, არის კვლავ სამიზნე იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მას წინსვლა ვერ აქვს, ვერც სტრატეგიული გამარჯვება
და როდესაც ის კიდევ უფრო მეტად ეფლობა იმ ჭაობში, რომელიც თავად შექმნა უკრაინის წინააღმდეგ ფართოპაშტებელი ომის დაწყებით. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა იცის თავისი მდგომარეობა, რუსეთმა დაკარგა მოკავშირედ სირია ასადის რეჟიმის სახით, რუსეთმა მათ შორის ვენესუელაში მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო, როდესაც მადურო დააკავა და წაიყვანა შეერთებულ შტატებში გასამართლებლად პრეზიდენტ ტრამპმა. რუსეთს ჰქონდა დარტყმა მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, სამხრეთ აზერბაიჯანს შორის ტრიპის გზით, პრეზიდენტ ტრამპის გზით და რუსეთი მარცხდება ყველგან, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში და საქართველოში გამარჯვების მეშვეობით მას სურს მთლიან რეგიონში დაბრუნება იმ ფონზე, როდესაც მისი გავლენები რეგიონში შემცირებული იყო სწორედ ამ ტრიპის პროექტის მეშვეობით. შესაბამისად, ეს არის რუსეთის ის გეგმა, რომელიც რუსეთს გააჩნია და ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი არის მხოლოდ გამტარი ამ ყოველფრის. ძალიან საინტერესო დამთხოვა იყო ენგურის ხიდს მიღმა გალის ტერმინალის საკითხი, თუ გახსოვთ ალბათ, როდესაც გითხრას, რომ სრულად საიდუმლოდ შენდებოდა ეს ტერმინალი, მიუხედავად იმისა, რომ დრონით გადაღებული კადრების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2 წლის წინ იყო ქართულ მედიაში გაშუქებული და მე თავად ვსაუბრობდი პარლამენტში ამაზე. ეს არის კერძო ინვესტიციებით, გითხრას კერძო რუსული ინვესტიციებით აშენებული ტერმინალი. სადაც საინტერესო იყო ის, რომ გამოვლინდა იგორ გიორგაძის, ასე რომ ვთქვათ, კვალი. ისევ იგორ გიორგაძე, რუსეთისგან დანიშნული უშუალობის მინისტრი, კაკებეს მაღალჩინოსანი, ედუარდ შევარდნაძის ტერაქტში ბრალდებული და ძებნილი პირი, ინტერპოლის ცირკულარით 2016 შეწყდა ეს ძებნა, როგორც მახსოვს და არა მხოლოდ იგორ გიორგაძე, არამედ სხვა ის რუს ქართველები, რომლებიც კრემლის გეგმას სხვადასხვა გზებით ახორციელებენ. მაგრამ აქ, როდესაც ვსაუბრობთ ენგურის ტერმინალზე, ეს არ ეხება მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთს. მე ვფიქრობ, ეს არის რუსეთის ინტერესი, ამით უფრო იმ ინტერვიუდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ენგურის ტერმინალთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ, რომ ირანიდან ტვირთები შევიდეს ოკუპირებულ აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს გავლით და საუბარია რკინიგზის აღდგენაზე აფხაზეთის შემდგომ რომ წავიდეს ეს ყველაფერი რუსეთში. რუსეთი კიდევ უფრო გააქტიურებულია იმ მოთხოვნაში, რაც უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებას, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი გვეუბნებოდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა თითქოს ილუზორიული ტერიტორიული მთლიანობისთვის, აქ რუსეთმა უთხრა, რომ ამისი შანსი არ არსებობდა, აქაც არ დათმო არაფერი რუსეთმა, თუნდაც ვერბალურად და გეგმა, რომელიც რუსეთს გააჩნია ამ კუთხით, არის საკმაოდ შთამბეჭდავი და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, როდესაც გიორგი გახარიას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ამ პერიოდში, ბრალი წაუყენეს საგუშაგო შადმის გამო, ივანიშვილის რეჟიმი ფაქტობრივად ჩორჩანას საგუშაგოს აძლევს ცხინვალის რეგიონის მოლოდინი ესეთია. და გეტყვით რატომ? გარდა იმ პოლიტიკური განცხადებებისა, რომელიც იყო და გარდა იმ შეცვლილი განცხადებისა სუსის ანალიტიკური უფროსის მიერ ეგრეთი შეხვედრის შემდგომ, გზა გაყავს იქ de facto რეჟიმს ამ საგუშაგომდე და ეს გზა, როდესაც იქ მივა, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ არავინ აღარ დახვდებათ და მათ თავისუფლად შეეძლებათ ამის წაღება, ისიც რა თქმა უნდა ჩუმი გარიგების საფუძველზე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ამას წინათ სახაროვას განცხადება იყო, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ღიად ამბობდა ის, რომ ის ყიდულობდა საქართველოს იმ ეკონომიკური დამოკიდებულებით, რომელიც გაზრდილია საქართველოში, იქნება ეს გაზზე თუ იქნება ეს სავაჭრო დონეზე. ამიტომ ივანიშვილის რეჟიმის ხელით რუსეთი ყიდულობს საქართველოს და პროპაგანდის მეშვეობით ცვლის განწყობებს და კლავს წინააღმდეგობის ნებას. და ამ ვითარებაში გრანტების კანონი მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია იმ რუსული რეჟიმის დამყარების საქართველოში, რომლის ინტერესი რუსეთს ყოველთვის ღიად ჰქონდა გაცხადებული და რის გამოც კრემლი საკმაოდ გულუხვად აქებს ივანიშვილის რეჟიმს ყოველი ფეხის ნაბიჯზე. შესაბამისად, ეს გრანტების კანონი უკვე ეხება ყველას, ყველა მოქალაქეს აბსოლუტურად და ძალიან მიმძიმს ამას თქვა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წინააღმდეგობა
არ გავწიეთ და სათანადო წინააღმდეგობა ეს საბოლოო ჯამში დასრულდება არა მხოლოდ ავტორიტარიზმის ან ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებით საქართველოში, არამედ მათ შორის რუსეთის ყმობით, იმ ყმობით, რისი დასრულებისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა თავისი სიცოცხლე გაიღო და ძალიან ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა მიგვეღო და სცენარებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ სცენარები ძალიან ესეთი თვალსაჩინოა, ერთია რუსეთ-ბელარუსის კავშირში საქართველოს შეთრება, ოღონდ არა ერთიანად, არამედ სამად დაშლილი. მეორე არის მათ შორის გადაღებული კონფედერაციის სცენარი, სადაც ასევე წინააღმდეგობებია, თუმცა ეს მაგიდაზე იდო საქართველოსთვის, მათ შორის ედუარდ შევარდნაძის დროს და მოლდოვაშიც ანალოგიური მცდელობა ლაჰადნიუკის პირობებში მქონდა რუსეთს და ამ სცენარების მიუხედავად აქ მთავარი ალბათ არის ისევ და ისევ ჩვენი პასუხისმგებლობა თუ რას გავაკეთებთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, აღარ ვსაუბრობ უკვე პოლიტიკურ პარტიებზე, რომლის ლიდერების უმეტესობა ან ციხეშია, ან კიდევ უფრო რთულ ვითარებაში, ან სამოქალაქო სექტორზე, რომელიც ასევე სულს ღაფავს ამ შეზღუდული კანონების გამო, ან კრიტიკულ მედიაზე, აქ საუბარია მთლიანად როგორც მოქალაქეებზე, არამედ მთლიანად ერზე. შესაბამისად ეს გრანტების კანონი მე ვფიქრობ, რომ არ არის მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მას არ უჭირდა ისე, რომ ეხლა ამ ტიპის ისეთი კანონი მიიღო, რომელიც თავად რუსეთშიც კი არ არის, მოდით ვთქვათ, იმიტომ რუსული კანონი, რომელიც 2012-ში დაიწყო და 20 ზორ შევიდა, ცვლილებები მასში იქ მეწარმეებთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის, თუმცა დაჩქარებული ტემპით რუსული კანონების მიღება საქართველოში, რა თქმა უნდა, არის ძალიან ისეთი საინტერესო ექსპერიმენტი რუსეთისთვის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველო ყოველთვის სასწრაფო პოლიგონი იყო რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების და იმ შემთხვევაში თუ ეს საქართველოში გაუვათ, აუცილებლად მისი გამოყენება სხვა ქვეყნებშიც მოხდება, ისე როგორც ეს ნახეთ არაერთ შემთხვევაში, მათ შორის იქნებოდა ეს უკრაინაში, მწვანე კაცუნების შემთხვევაში 2014-ში, თუ მათ შორის მოლდოვაში. ძალიან ბნელი სურათი არის, თეონა, ძალიან დიდი მადლობა, თუმცა აუცილებელია რომ რაღაცა რაციონალურად შევხედოთ და ყოველ შემთხვევაში ყველა კუთხე შევისწავლოთ დაშინება არის მიზანი, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ ამ დაშინების მიზანმა ვერ გამოიღო ის სასრული შედეგი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ჰქონდა და ეხლა ვფიქრობ, რომ მიუხედავად აი კიდევ უფრო მძიმე ვითარებისა, წინააღმდეგობა არის ერთ-ერთი გადარჩენის გზა, რომელმაც უნდა შეგვაძლებინოს დავიცოთ საქართველოს დამოუკიდებლობა, აქ სუვერენიტეტი და ის პერსპექტივა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს გააჩნია საქართველოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში და ეს არ არის გადაჭარბებული ან რაღაცა ესეთი ტიპის განცხადება, მე ვფიქრობ, რომ აი ამ ტიპის კანონებით და ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე სუვერენულ არჩევანს და იმ მომავალს, რომელიც ჰქონდა ევროკავშირში, ევროპული კეთილდღეობით, ფუნდამენტური უფლებებით და პერსპექტივაში გვეუბნებიან, რომ რუსეთის ყმობა არის ის გზა, რომელიც უნდა ავიღოთ. ამიტომ ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე და მადლობა. ჩვენზე. მადლობა.